კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. დღეს ჩვენ გვექნება კენსაყრელის საკითხად გვაქვს 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლება დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე დადგენილება და გვაქვს ასევე განსახილველი საკითხები, მესამე მოსმენები დაჩქარებული კანონპროექტების და როგორც იცით, ჩვენ თავდაპირველად დავიწყებთ სწორედ მესამე მოსმენებით, გვექნება კენჭისყრა, შემდეგ გვექნება სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, დასამტკიცებელი გვაქვს დელეგაციები ფრანკოფონის საპარლამენტო ასამბლეაში, საპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ნიკოლოზ სამხარაძის სათადარიგო შემადგენლობაში ნიკოლოზ სამხარაძის დამტკიცების შესახებ, ხოლო გიორგი კახიანის ძირითად შემადგენლობაში დამტკიცების შესახებ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, მადლობთ. ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოგმართავს სხვა დელეგაციების უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფში ლევან მაჭავარიანის და ირაკლი მეზურნიშვილის წარდგენის შესახებ, ხოლო ლევან მაჭავარიანი ხელმძღვანელად ამ შემთხვევაში და ასევე პარლამენტის წევრის გრეტა წიწავას სხვადასხვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფში გაწევრიანების შესახებ გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობთ. ასევე ცნობად უნდა მივიღოთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის წერილი ანგარიში, რომელიც ეხება დელეგაციის ვიზიტს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში. ასევე ინფორმაცია ეხება შემდეგი საპროცესო საკითხთა კომიტეტის განმოსულ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონების გარდამავალდებულებების, განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე და ბოლო საკითხი გახლავთ ხაზინათა საბჭოს 262-303 გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა დავამტკიცოთ, გთხოვთ მხარდაჭერას, მადლობთ. სხვა საკითხები თუ არ არის, გადავინაცვლოთ ცნობათა დარბაზში.